მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამოვარსკვლავები გვამსტობენ მე ასტროლოგი და ტელეწამყვანი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ჩვენ ისევ ვსაუბრობთ ასტროლოგიაზე. იმ მოვლენებზე, რომელიც მოსაოდნელია უახლოეს კვირაში, საუბარია 7-13 ივლისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, რა ტენდენციები აქვს მოსაოდნელი და აქედან გამომდინარე, მოდით აღვნიშნოთ ზოგადად ჯერ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში. ეს ძალიან კარგია. ამის შემდეგი კვირიდან უკვე დაიწყება მისი ნელ-ნელა გადასვლა უარყოფით ენერგოველში და თქვენიც ით როცა პოზიტიურ ენერგოველია, ეს კარგია. კარგია, იმიტომ რომ ჯერ ერთი მდგრადობა შემოდის და აქ ამინდიც უფრო მდგრადი იქნება მართალია ცოტა დაგწუხება, მაგრამ შედარებით მაინც უფრო გაწონა სწორდება ამინდი. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის მდგრადობაც ნელ-ნელა გაუმჯობესდება, პლუს ამას იდეების რეალიზაცია უფრო მეტად შესაძლებელი იქნება და ნაკლები წინაღობები შეხვდება ყოველივე ამას. ამასთან ერთად კომუნიკაცია მოიმატებს, სხვა შორის ჩემი თხოვნა, ესე იგი, ვინც აპირებს ახლა მნიშვნელოვანი იდეების პროექტების განხორციელებას, დაწყებას, თუნდაც მოლაპარაკებების წარმოებას, მგზავრობა, მოგზაურობას და შემდგომ. ესე იგი, ჩემი თხოვნა, რომ ეს ყველაფერი მოასწარით 18 რიცხვამდე. იმიტომ რომ 18 რიცხვიდან უკვე კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მგზავრობა, მოგზაურობის ერთ-ერთი მმართველი პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი 3 კვირით. დაახლოებით 11 აგვისტომდე და აქ უკვე რასაკვირველია გართულებებია მოსალოდნელი. მგზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც შეიძლება სატრანსპორტო სირთულეები წარმოიქმნას და სხვა სახის პრობლემები, მათ შორის კომუნიკაციასთან, მშვენი ინფორმაციის მოძიებასთან, იდეების, ახალი იდეების დაწყება იქნება გაცილებით უფრო რთული. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები აი ეხლა 18-მდე ეცეთ რომ მოასწრო და ეს კვირაც ამას უწყობს ხელს. ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები თუ იყო ამის გადაწყვეტისთვისაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ ამ ხრივ იაქტიუროთ და გამოიყენოთ. ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება, რასაკვირველია, თუმცა რაღაც დეტალებზე კიდევ ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ეხლა მინდა გამოყვე კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ამ თვისა და რას უკავშირდება იგი. ამ კვირისა მოდის ვიხდი. ესე იგი, პირველ რიგში ეს უკავშირდება 10 რიცხვს. 10 ივლისს რა ხდება? ეს არის ხუთშაბათი დღე. აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. ანუ ცის კაბადონზე მზე და მთვარე ურთიერთწინააღმდეგობაში შედის. და ეს ხდება თხის გაზ და კერჩხიბის ზოდიაქურ ღერძზე. მზე ცალმხარეს, კერჩხიბში მთვარე მეორე მხარეს თხის გაზში და მათ შორის იძაბება 180 გრადუსიანი დაძაბული ოპოზიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბრძოლა მზის და მთვარის ენერგიებისა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას 10 რიცხვში. იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს პროვოკაციების მიზეზი, ტრაუმატული ტენდენციების მიზეზი, შეიძლება გახდეს სხვა სახის დეპრესიული ან აგრესიული გამოვლენების მიზეზი, სიჯულტე მოიმატებს, ხასიათვალებადობამ შეიძლება მეტად იჩინოს თავი და სხვა სახის სირთულეები უფრო მეტი იქნება. ამიტომ 10 რიცხვი გავიაროთ ხილად, წინდახედულად, ეს აბსოლუტურად ყველას ეხება და 10-ისთვის, 10 რიცხვისთვის რაღაც არაფერი ახალი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი არ დავგეგმოთ. მართალია ახლა ეს რეალურად უკვე გვიან ხდება ეს ამბავი. დღის ბოლოს ფაქტობრივად, მაგრამ მაინც მთელი 10 რიცხვი, ხუთშაბათი მაინც ცოტა ყურადღებით ხილად გავეროთ, არ აყვეთ პროვოკაციებს და ასე ვთქვათ, კონფლიქტებში არ შევიდეთ. ჯანმრთელობასაც ცოტა მეტი ყურადღება. რისკ ჯგუფში ამ პერიოდში ჩვენ გვექნება ძვლოვანი სისტემა, მათ შორის ხერხემალი, სახსრები, მუხლების ზონა და ასევე ექნება კუჭ-ნაზლავის ზონა. ამიტომ კვებას მიაქცევთ ყურადღება ესე დღეებში, როცა დავშვით ახალი მთვარეა, სავსე მთვარეა, დაბნელებებია, აქ ასე დღეებში მოწამვლის ალბათობა მაღალია. და ამიტომ ვიღოთ ცოტა ყურადღებით ეს ხარისხის საკვები საჭმლის მათ მიაქცევთ ყურადღება, რომ ამასაც არ მოყვეს მე სხვა სახის პრობლემები და რასაკვირველია მთავარი ყურადღება ემოციას. ანუ აქ ემოციური ზოგჯერ ასე ვთქვათ, აბსოლუტურად უკონტროლო მოქმედება შეიძლება გახდეს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ამიტომ ემოციაზე კონტროლი აუცილებელია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც უკვე ჩვენ ხვალ გველოდება, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა სხვა შორის, პლანეტა ურანი, ასე ვთქვათ, ტესტურად, თუ შეიძლება ესე ითქვას, გადადის ტყუპების ზოდიაქოში. ამ წლის ბოლომდე იქნება ეგ და მე უკვე გადმოვა ცოტა ხნით ისევ დაბრუნდება ეხლა კურო ზოდიაქოში, იგი ბოლოს 7 წელი. ეხლა ცოტა ხნით დატესტავს ტყუპების ზოდიაქოს და ჩვენთვის თითოეულთვის იქნება ტესტი გარკვეულწილად.
და უნდა დავაკვირდეთ ამ ტესტს, ვისთვის რა იქნება და როგორ მნიშვნელოვანი. ანუ იგი გადმოვა ტყუპებში და აქ ურანი მოგეხსენებათ, ეს არის არ მარტო თავისუფლების, არამედ მოულოდნელობების და რეფორმების მმართველი პლანეტა. ამიტომ როგორი მოულოდნელობები შემოიტანა მან ბოლო 7 წელიწადში სფეროში, რომელსაც საბანკო ეკონომიკურ სისტემას განეკუთვნებოდა, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის წამოვიდა ციფრული ფული, ახალი ასე ვთქვათ სისტემები, ფინანსებისა და ასე შემდგომ, ცოტა ერთ პერიოდი აირია საბანკო სისტემა საერთოდ და ასე შემდგომ. ამიტომ ეხლა გარკვეულწილად ეს უკვე ტყუპებში გადადის, რაც ნიშნავს რას? რომ ტყუპები ეს ის სფერო, რომელიც მართავს მასმედიას, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო, PR კომპანიები, ასე მოდით დავუშვათ, რომ აქ შედის ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციები, სატრანსპორტო სფეროები. ამიტომ ამ სფეროებში უკვე აქ ტესტის სახით იქნება ჯერ არა ფუნდამენტურად იქნება მომავალ წელს. ეხლა უბრალოდ პატარა ტესტის სახით არის რამდენი თვის განმავლობაში, ესე იგი ეს ითხოვს რას, რომ ყველა მესვეურს, ვინც ამ სფეროშია ჩართული, მათ შემოიტანონ რაღაც სიახლეები. ანუ მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ახალი მეთოდოლოგია მუშაობისა, შეიძლება ახალი რეფორმები შემოვიდეს. მათ შორის არა გამორიცხული, რომ შეიძლება იყოს რეფორმები დაკავშირებული კადრებთანაც და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში ურანი როცა შედის ამ ზონებში, რაღაც იქნება ცვლილებები. ტურისტულ ორგანიზაციებში შეიძლება იყოს ცვლილებები და ბევრ სხვა სფეროში და ეხლა შეიძლება ყოველთვის მაინც სასიამოვნო არ იყოს ჩვენთვის ეს ცვლილებები, მაგრამ ეთყობა აუცილებელია, სამყარო ესე ითხოვს ამ ცვლილებების შემოტანას და ამიტომ ესე იგი ცოტა ხანი გვაცლის რომ ჩვენ დავაკვირდეთ რა ხდება ამასთან დაკავშირებით. მე ესე იგი წლის ბოლოსკენ გადმოვა ესე უკან ცოტა ხნით, ძალიან დაბრუნდება რეტროგრადული გახდება, დაბრუნდება კუროში და მე მომავალ წელს უკვე მთლიანად გადავა 7 წლით ტყუპების ზოდიაქოს ნიშაში. მაგრამ ეხლა ეს ტესტური პერიოდი რო გვაქვს რამდენიმე თვე, აი აქ ჩვენ გვეძლევა საშუალება რომ დავინახოთ, აი რა სფეროში, რა ფორმით, როგორ იქნება, რა ცვლილებები იქნება მოსაუბრებელი, რომელიც მე უკვე ფუნდამენტი ეხლა უბრალოდ პატარა სახით, ისეთ რომ ჩვენ ოდნავ დავინახოთ ეს ცვლილებები, მოემზადოთ, რაღაცა შევცვალოთ და ასე შემდგომ, იმიტომ რომ უკვე მომავალ წელს აი ეს ცვლილებები იქნება უფრო ფუნდამენტური ხასიათის. ანუ ერთგვარი მოსამზადებელი ტესტური პერიოდია. და ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ უკვე ამ სფეროებში იქნება სერიოზული ცვლილებები, პირველ რიგში ამას ეხება. მაგრამ რადგან ტყუპების ზოდიაქო არა მარტო ეს სფეროები, არამედ ტყუპების ზოდიაქო ეს არის ასევე დედმამიშვილები, ეს არის მეზობლები, ეს არის მეგობრული ასე ვთქვათ კონტაქტები, აი ამ სფეროებშიც მოსაუბრებელი იქნება სერიოზული ცვლილებები, როგორც ხარისხობრივი, შეიძლება იყოს კარგი ცვლილებები, შეიძლება იყოს ცუდი ცვლილებები, ზოგიერთ მეზობელთან შეიძლება დაეძაბოს ურთიერთობა, ზოგიერთთან პირიქით დათვეს, ზოგიერთ მეგობართანაც შეიძლება ახალი მეგობრული წრეც შეიკრას, ან მეგობრებთან რაღაც ახლებური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში ეს არის სერიოზული ცვლილებების პერიოდი. აი ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ის სწორედ ტყუპების ზოდიაქოში ურანის გადასვლა ასევე ხელს შეუწყობს ახალი ორიგინალური იდეების ჩამოყალიბება, შეიძლება ახალი კავშირებით ჩამოყალიბდეს, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები. აი ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მინდა ესე გითხრათ, რომ აი თანამედროვე ტექნოლოგიებს მერწყმულთან ერთად მართავს ტყუპების ზოდიაქო. ამიტომ საკომუნიკაციო სფეროებში ეს ტექნოლოგიების იქნება, ну მოდი ასე ვთქვათ, რევოლუცია. ძალიან ისეთი ტექნოლოგია, რომელიც დღეს შეიძლება წარმოუდგენელია, რამდენიმე წელიწადში აი ამ ზეგავლენის შედეგად იქნება ჩვეულებრივი ამბავი. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ჩვენ გველოდება, ასე ვთქვათ, წინ. და ეს ორი მოვლენა შემდეგ კვირის განმავლობაში უკვე ითხოვს ყურადღებას და აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ ვისაც გაქვთ დაუშვათ ურთიერთობები სახელმწიფო ორგანოებთან, სტრუქტურებთან, ასე შემდგომ იურიდიულ ორგანიზაციებთან, შემდგომ მე მინდა გითხოვოთ, რომ აი ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ. რატო? იმიტომ რომ ამაზე ჩვენ მართალია შემდეგ კვირაში ვისაუბრებთ, მაგრამ უკვე 13-ში შემდეგ კვირის ბოლოს შემდეგ კვირას სატურნი ეს არის ის პლანეტა, რომელიც არის დიდი კოსმოსური მასშტაბური და ამავდროულად არის გარკვეული მუხრუჭი პლანეტა, საკანონმდებლო, სამთავრობო პლანეტა, იგი გადადის რეტროგრადულ ფაზაში, უკუმავალი ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე აბრუნებს ძველ საკანონმდებლო აქტებთან, ძველ რაღაც კანონებთან, ძველ წესებთან, ძველ ორგანიზაციებთან შეიძლება აქ დაგიბრუნდეთ ძველი ხელმძღვანელი პირი და ასე შემდგომ, ასე ტენდენციებს
შექმნის და რაც თავარი აქედან გამომდინარე უკვე გააჯანძლებს იგივე დაუშვათ გინდათ კანონების მიღებას, გინდათ აი თქვენ რაღაცა საბუთი გინდათ საკანონმდებლო და ამ შემდგომ ხო? აი 13-მდე მოასწარეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 13 რიცხვიდან აქ იგივე ელემენტარული საბუთის აღება თუნდაც ხო? მათ შორის რომელიც ეხება სახელმწიფო სტრუქტურებს და შემდგომ იქნება ძალიან გართულებული. სანამ სატურნი არ გასწორდება. ამიტომ ეს ტენდენციები შემდეგ კვირის განმავლობაში იჩენენ თავს. ერთ-ერთი რაც მაინც კარგია შემდეგ კვირის განმავლობაში ის რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია. და ეს მაინც მთლიანობაში მაინც გვაძლევს იმის საშუალებას რომ შედარებით მშვიდად გავიარო და გარკვეულ სხვა წარმატებებსაც მიაღწიოთ. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათ ასტრო პერსპექტივებს აი შემდეგ კვირის განმავლობაში 7-13 ივლისი იგულისხმება მოიხსენებათ. ესე იგი, რადგან ამ პერიოდს აქვს სასიკეთო შესაძლებლობები, ესე იგი, დავიწყოთ ვერძით. ვერძებო, თქვენ გქონდათ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემები, ან გინდოდათ რაღაც ცვლილებების შეგეტანა და უშუალოდ იქ თქვენი სახლის პირობებზეა საუბარი, ან ახალი ავეჯი გეყიდათ, ლამაზი დიზაინი მოგეწყოთ, ან იყო გამოსასწრული ელექტროტექნიკა, სანტექნიკა და აი საუკეთესო პერიოდი. ამისთვის ახლა მოგეცემათ საშუალება რომ კომფორტის მეტად მოეწყოთ სახლში და აი ეს მნიშვნელოვანი თუნდაც წვრილმანი პატარა სარემონტო სამუშაოები ან კოსმეტიკური ეს ყველაფერი შეასრულა. ანუ სახლს შეგიძლიათ აქ მიხედოთ და გაალამაზოთ. მნიშვნელოვანი საგრილების წინაშე ან განახლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ამიტომ ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე, სხვათა შორის თქვენს გაწყობაზე, როცა კომფორტი შეიქმნება თქვენ სახლში. ეს არის პერიოდი ასევე ახალი კავშირების, ახალი წინადადებებისა, რომანტიკული ურთიერთობებისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია და უფრო თავისუფლად, დამოუკიდებლად მოქმედებთ ამ პერიოდში, რაც გაძლევს საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს საქმეებში, ინიციატორი იქნებით ახალი პროექტებისა. ძალიანობაში კარგია. საქმიანი კუთხით ინტუიცია ძლიერდება, სხვა შორის ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ ასევე სწორი არჩევანის გაკეთება. ერთადერთი რაც ითხოვს აქ ყურადღებას, მაინც ენერგოტონუსის შემცირება. რადგან ენერგოტონუსი მცირდება, ესე იგი ჯანმრთელობას ცოტა უნდა ყურადღება. ანუ არ გადაღლა. დაიღალეთ. უნდა არ გადაიღალოთ. ამაზეა მხოლოდ საუბარი, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით გადასარევი შანსები აქვს ამ პერიოდს და რატო არ უნდა გამოიყენოთ? უნდა გამოიყენოთ, მაგრამ მეორე, რადგან ენერგოტონუსი როცა ვამბობ დაბალია და იმუნიტეტი დაბალია, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ადვილად დაიღლებით. ეხლა ვიდრე მაგალითად 2 ან 3 კვირის წინ. მაშინ შრომის უნარიანობა იყო უფრო მაღალი, იმიტომ რომ იმუნიტეტი იყო მაღალი. ეხლა რადგან იმუნიტეტი ეცემა, შრომის უნარიანობაც ნაკლებია. შედარებით ადვილად იღლებით და ამიტომ მიეცით საშუალება ორგანიზმს, რომ ცოტა მეტად დაასვენოთ იგი. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნավորლებს, აქ პირიქით ენერგოტონუსი მატლობს, ამიტომ კურო ხდება უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, შარმი, მეზიდულობა მატლობს, საკმაოდ კარგი პერიოდი, იმიტომ რომ აქ ამ პერიოდში შეიძლება ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი კონტაქტები დამყარდეს, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, შეიძლება რაღაც ახალი იდეა პროექტის ჩამოყალიბდეს. ამ პერიოდში სხვა შეიძლება მგზავრობაც იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული. ამასთან ერთად აქ შეიძლება პერსპექტიული წინადადებებიც მიიღოთ თქვენ და რეალიზება მოახდინოთ როგორც საქმიანი, ასევე შემოქმედებითი შესაძლებლობებისა. ეს ის პერიოდი, როდესაც მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და აქვე აღნიშნოთ, რომ შეიძლება მაგალითად ეს ის პერიოდი იყოს, რომლის სულობისას ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება თქვენსა და მეზობლებს შორის, თქვენსა და მეგობრებს შორის და მათი მხრიდან გარკვეული დახმარებაც შეიძლება მიიღოთ. მგზავრობის დროს ძალიან კარგი შტაბ-ბიჭდილებებით, თქვათ, აღივსებით და ჩამოხვალთ ამ შტაბ-ბიჭდილებებით. ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი ძალიან კარგია, მათ შორის სასკეთოდ იმოქმედებს თქვენ სოფხედულობაზე და საქმიან შესაძლებლობებზეც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, თქვენ როგორც ვერძი, მოდი ესე ვთქვათ, რას უნდა უფრთხილდებოდეთ? პირველ რიგში ჯანმრთელობას. იმუნიტეტი კლებულობს, ამიტომ ნუ გადაიღლებით. დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. კიდევ ერთხელ ეს ვთქვათ, მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი კარგია. ეს არის პერიოდი რომანტიკული ურთიერთობებისა, გარკვეულწილად ფინანსური კუთხითაც რაღაც სასიკეთო შეიძლება ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, გარკვეულწილად ახალი გეგმები შეიძლება, ახალი სურვილები გაჩნდეს. ამასთან ერთად აღმოჩნდეთ, რომ სიტუაცია სწრაფად წარიმართება და აქედან გამომდინარე სწრაფი გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოთ. ისე რომ კარგად იყოს მოფიქრებული ამავდროულად. ყოველ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ თქვენ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა ახალ საინტერესო პროექტებში, ან ახალი სამსახურის შესახებ მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია. ეს არის პოზიტიური გარკვეულწილად ცვლილებების პერიოდი და უფრო მეტიც ადრეული დაუშვათ საქმიანობა შეიძლება მატერიალური კუთხითაც იყოს ეხლა დივიდენდების მომტანი, რაც სასიკეთოდ შესრულს თქვენს ამ კუთხით პერსპექტივებს.
რაც შეეხება ახლა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, ეს თავარი ფავორიტი რასკვილი ამკვირისა, იმიტომ რომ ახლა თქვენი დროა კირჩხიბებო, მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, ფარველანგილუზი თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია, გამარჯვების პლანეტოებით არის თქვენთან არის, ამიტომ ყველა სახის წარმატების შანსი გაქვთ. ერთი შარმე, მიზიდულობა, კრეატიულობა არნახულად მაღალი, გონება, מחვილობა, ზემძაფრი ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ, აქ რაღაც შინაგანი განახლების, ენერგეტიკული განახლების, სოხდობის განახლების პერიოდია და სწორი ენერგია გემატებათ. ხდებით უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივიანი, კომუნიკაბილური ოპტიმიზმი მატლობს თქვენში. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში. საინტერესო ახალი იდეები, პროექტები, მათში შეიძლება ჩართვა მოხდეს ძალიან აქტიური თქვენი მხრიდან. სხვა წარმატებების ალბათობა მაღალი სხვადასხვა მოგებების სახით. ამიტომ კონკურსები იქნება, ლატარეები, აი მოგებების ტენდენცია გაქვთ მაღალი. მგზავრობა მოგზაურობისთვის ძალიან კარგი პერიოდია. გინდოდათ ახალი საქმის დაწყება, ახალი სამსახურის აი ამ კუთხითაც კი ეს პერიოდი მეტად კარგია, ხელს უწყობს იგი ასევე ქორწინებას. ანუ ერთ სიტყვით იაქტიურეთ, იმიტომ რომ შანსები წარმატებისა გაქვთ საკმაოდ კარგი და ესეთი ინტენსიური შეიძლება ესე დაერქვას მათ. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება ლომებო, თავარი რასაც უნდა მიექცეს აქ ყურადღება არის თქვენი ჯანმრთელობა. რატო? იმიტომ რომ აქაც იმუნიტეტი თქვენი კრებულობს და ამიტომ ეცადეთ რომ ცოტა მეტი ყურადღება მას, ანუ ნუ გადაიღლებით, იმიტომ რომ გადაღლის შემთხვევაში ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს მეტად თავს და ადვილად შეიძლება მოხვდეთ კონფლიქტში. ადვილად შეიძლება შეცდომა დაუშვათ. ამიტომ ნუ გადაიღლებით, დაიღალეთ, ოღონდ არ გადაიღალოთ, იმიტომ რომ სხვა კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია. ეს არის თქვენი შინაგანი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდი და ამასთან ერთად კომუნიკაბილურობა საკმაოდ მაღალ დონეზე გაქვთ. ეს პერიოდი კარგია, ამიტომ კონტაქტებისათვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სხვა პრობლემების გადასაწყვეტად, შეიძლება საინტერესო წინადადებებიც მიიღოთ, ან ახალი საქმე, ახალი სამსახურიც დაეწყოთ, ახალი პერსპექტივები ყოველ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს ამ პერიოდში და აქ შეიძლება სხვა შორის მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც საინტერესო პერიოდი იყოს და პერსპექტიული და ახალი საინტერესო ნაცნობობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და ეს ნაცნობობა და ახალი ურთიერთობა შეიძლება ძალიან მაინტრიგებელი აღმოჩნდეს თქვენთვის. ამიტომ ეს სასიკეთო ტენდენციები აქ უდაოდ არის, მთავარი არ გადაიღალოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და ჯანმრთელობამ შეიძლება აქ თუ გადაიღალეთ, შეიძლება პრობლემები შეიქმნათ. ამის გარდა არ ძინავთ ფარულ მტრებს, ჭორებს, ინტრიგებს და ეს მოშორნეების ზეგავლენა თქვენზე მატულობს. ამიტომ იყავით ყურადღებით, ხო? აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. კარგი იქნება თუ რაღაც ახალი იდეა, პროექტი გაქვთ, სადღაც გინდათ ახალი მასში ბინაში გადასვლა, ან ახალი საქმის დაწყება, გააჩვენდით. ჯერ გადადით, ჯერ დაიწყეთ და მერე ელაპარაკეთ. ანუ ენას ყველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. მაშინ გახდებით გაცილებით უფრო წარმატებული და წინსვლის პერსპექტივა გექნებათ გაცილებით მაღალი. ეხლა რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ გოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსტრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანია და ამ თვისებებითაც ან გონება מחვილობით თქვენ პატივისცემას იმსახურებთ და მიიღებთ კიდეც ამას კოლეგების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან. ამიტომ ეს არის პერიოდი კარგი თვითრეალიზაციისათვის, ეფექტური მოქმედებებისათვის. აქ ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისათვის, ერთობლივად შეგიძლიათ საერთაშორისო მნიშვნელოვან პროექტებში ჩაერთოთ, ახალი საქმეც დაიწყო, ერთ სიტყვით ბიზნესიც საკმაოდ კარგად წარიმართება და რეფორმების დროა. აი რაღაცაში სიახლეებისთვის. გინდათ გარეგნული სიახლისთვის, გინდათ საქმიანი სიახლეების შეიტანეთ რაღაც სიახლეები. ანუ არასტანდარტულად იმოქმედეთ ცოტა. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. და მეგობრების მხრიდან ძალისხმევა დახმარების ტენდენცია იქნება საკმაოდ მაღალი. აქ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. იმიტომ რომ აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აქაც შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და ესეც იქნება ფრიად პერსპექტიული თქვენი განვითარების კუთხით. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო საინტერესო პერიოდი, რომელიც ძალიან აქტიურად უნდა გავუთ. რაც შეეხება უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, სასწორებო. პირველ რიგში მოდით ავუშვათ, რომ ენერგოტონუსი თქვენი შედარებით ეცემა. აი ეს რას ნიშნავს უკვე იცით. ესე იგი არ უნდა გადაიღალოთ. ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ, ანუ გაუფრთხილდით ცოტა ჯანმრთელობას, მოგეცათ საშუალება დაასვენეთ თავი. მაგრამ ამავდროულად იმოქმედეთ. რატო? იმიტომ რომ პერიოდი მთლიანობაში კარგია. ხელს უწყობს მაგალითად იგი რას? თქვენს პროფესიონალურ განვითარებას.
კარიერულ წინსვლას, საზოგადოებრივ სფეროში შეიძლება აქტიურად ჩაერთო და ამან ერთიორად გაზარდოს თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში. და ამას კარგად აინახავენ თქვენს მგონელი პირები, სხვათა შორის ამ ხრივ თქვენს წარმატებებს, ამიტომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი თანამდებობის დაკავებას, ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს პერიოდი კარგია ახალი სამსახურისათვის და შეიძლება სხვაშორის მოიძიოთ კიდევ ეს საინტერესო უფრო პერსპექტივა ახალი სამსახური, ან ახალ პროექტებში ჩაერთოთ. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას მაგალითად წარმატების ფაქტორი, მათ შორის თუნდაც ბიზნეს საქმიანობის კუთხითაც საკმაოდ მაღალი გაქვთ. ამიტომ თავარია არ გადავიღალოთ და გადაღლის ფონზე შეცდომები არ დაუშვათ ან ჯანმრთელობამ პრობლემები არ შექმნას. სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ ხედავთ, რომ ძალიან კარგია. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ერთ-ერთი ფავორიტი ამ კვირისა, ტერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი უშიშარი, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელია, ზეძლერი ინტუიცია გაძლევს სწორი არჩევანის ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, საკმაოდ პოზიტიური პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, მათ შორის უცხოელებთან აქტიური კონტაქტების შეიძლება უცხოელებთან საინტერესო ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს უცხოეთში, სწავლა იქნება მეტად ნაღუპიერი შეიძლება ფინანსური კუთხითაც კი უცხოეთი გახდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი სულიერი განვითარებისათვის, საინტერესო შეხვედრებისთვის, ახალი ადამიანების გაცნობისათვის, ეს ყველაფერი ახალ პერსპექტივებს გახსნეს თქვენ ცხოვრებაში და საინტერესო იდეების წინაშე დაგაყენებთ. ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება ახვიდეთ უფრო მაღალ სოციალურ კიბეზე. პარტნიორები ძალიან დაინტერესებული იქნებიან თქვენს განვითარებაში, ამიტომ ხელს შეუწყობენ ამ თქვენს განვითარებას. ამიტომ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ ერთობლივ საინტერესო პროექტებში, მათ შორის ბიზნეს გეგმებში, რაც ფინანსურადაც იქნება გამართული და წარმატებული და თან კარიერული კუთხით იქნება წინსვლის მქონე. ამიტომ მიაქტიურეთ საერთოდ საუკეთესო პერიოდია თქვენთვის. მშვილდოსანაც რაც შეეხება, მშვილდოსნებო აქაც მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობას, იმიტომ ერგოტონუსი მაინც დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეს არის მთავარი, რაც აქ თქვენ მოგეთხოვებათ, არ გადაღლა. თუ არ გადაიღლებით, მაშინ გაცილებით წარმატებული იქნება ეს პერიოდი თქვენთვის, იმიტომ რომ ხელსკობს იგი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საინტერესო ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, პარტნიორების პოვნას, რომელთანაც ერთად თქვენ შეძლებთ ამ ეტაპზე რეალიზებას არაერთ საინტერესო პროექტებისა, მათ შორის კარიერული განვითარების კუთხით იქნება ეს სასიკეთო, საზოგადოებრივ აქტიურობა შეიძლება ჩაგეთვალოთ ესეც და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოს მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში სწორედ კარიერულ განვითარებას, იმიტომ რომ აქ შეიძლება ისეთი რადიკალური ცვლილებები მოხდეს, თქვა თქვენ ცხოვრებაში, მათ შორის შეიძლება სახლში, მაგალითად ზოგიერთ თქვენთაგანი გადავიდეს ახალ ბინაში. ან რაღაცა მატება იყოს სახლში, ანუ სასიამოვნო ცვლილებებია ეს, მაგრამ ამას შეიძლება გადართოს თქვენი ყურადღება კარიერული საკითხებით. ანუ ეცადეთ, რომ ეს სფეროები ყურადღების მიღმა არ დაგჭირთ არც ერთი, იმიტომ რომ ყველგან აქ გაქვთ გარკვეული შანსები წარმატებისა და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ, თუმცა მეორე ზედმეტი გადაღლის გარეშე და კიდევ მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა და არ გათქმა ინფორმაციისა თქვენი გეგმების თუნდაც შესახებ. რათა სხვებმა ეს არ გამოიყენონ შემდგომ თქვენ და საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მოითამაშოთ, რომ აქ დამშვან იქნება თქვენთვის პარტნიორული მხარდაჭერა. აი პარტნიორობა შეიძლება საინტერესო ახალი იდეები შემოიტანონ, ახალი გეგმები დასახონ და თქვენს ერთობლივად მიიღებთ ამაში მონაწილეობას. ამასთან ერთად სხვა შორის აქ იგულისხმება არა მარტო ბიზნეს საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა, არამედ სასიყვარულო პარტნიორული. თუ ეს სფერო აწყობილია და სტაბილური, ეს ერთიორად აძლიერებს თქვენს სტიმულს მუშაობისა, წარმატებისა და თან აქ ორგანიზებულობა, თქვენი დისციპლინა, შეუპოვრობა, კარგი ორგანიზებული მონაცემები, მეტად იჩენს თავს. ეს უფრო მეტად წარმატების მომტანი იქნება, ამიტომ შეიძლება გამოჩნდეს ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები, ახალი წინადადებები და მატერიალური კუთხითაც კი რაღაც ახალი წყაროები შეიძლება მოიძიოთ, რაც ხელს შეუწყობს მერე უკვე მსხვილ საღირლებს და კაპიტალ დაბანდებებსაც, რომელიც იქნება ასევე წარმატებული. შემოქმედებითი კუთხითაც ძალიან კარგი პერიოდია. შემოქმედებითი ნიჭის დონორის გამოსავლად ერთ-ერთი საუკეთესო დროა. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მოითამაშოთ, რომ ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობას. არ გადაღლა. ეს არის ამშვენი ფაქტორი. დაღლა კი, გადაღლა არა. რატომ? იმიტომ რომ საკმაოდ კარგი შესაძლებლობებია სხვა კუთხით. იმიტომ რომ აქ თუ რომს კონდოს დაუშვათ პრობლემები ჯანმრთელობასთან, აი ადვილად გამოხვალთ ამ მდგომარეობით და ძალიან მალე გაუმჯობესებთ ჯანმრთელობას. მაგრამ რაც თორე ეს პერიოდი კარგია ახალი შთაბეჭდილებებისათვის. ასევე შეიძლება ფინანსურ
ფინანსური კუთხით იყოს ძალიან კარგი და ხელს შეუწყოს ასე ვთქვათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, შეიძლება ბონუსების, პრემიების წინაშეც კი აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი, ან დავუშვათ ადრეული საქმეებიდან ეხლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ კოლექტიურ პროექტებში, დაეხმაროთ სხვებს ასევე, რაც მათ შორის არ მარტო მატერიალურ, არამედ მორალურ კმაყოფილებასაც შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში ეს მოქმედება. ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ საგრძნობლად გაუმჯობესოთ თქვენი ავტორიტეტი და გავლენის სფერო ირგვლივ ადამიანებთან მიმართებაში. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, მესამე ფავორიტია ამ კვირისა. ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური პერიოდია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ემოციურობა, კრეატიულობა, ინტუიცია ზემაღალია, შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენა შეგიძლიათ, ოჯახში შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო მოვლენები და ცვლილებები, აქ შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, პრობლემები დაალაგდეს და ეს საყოფაცხოვრებო სიტუაციაც უფრო კომფორტული გახდეს, სხვილის აღგრილების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ან თქვენ შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ, აი ესეთი პერსპექტივაც კი არის ამ პერიოდში და უშუალოდ ისიც რომ აქ არ გეშენიათ ცვლილებების და სხვა შორის ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ ეს სარისკო მოქმედებებსაც მოგიდოთ ხელი და საკმაოდ წარმატებულად. ანუ ცვლილებების კუთხით საკმაოდ კარგია ეს პერიოდი, ამავდროულად მიაქციეთ ყურადღება მანდილოსნებს, რომელიც გამოჩნდებიან ამ პერიოდში თქვენ ცხოვრებაში. აი მათ შეიძლება შემოიტანონ ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია თქვენ ცხოვრებაში და ძალიან დაგეხმარებიან თქვენი ნიჭის უნარის ახლებურად გამოვლენაში და გაფართოებაში ნაცნობთა წრისა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ამის მეშვეობით თქვენ მერე მიიღეთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში და ეს სერიოზულ სასკეთო ცვლილებებს შემოიტანს ასე თქვენ ცხოვრებაში. კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება იქნება ძალიან კარგი და მომგებიანი. ამასთან ერთად, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, სიამოვნებით აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გამოავლენ ძალიან კარგ ორგანიზატორულ მონაცემებს, რაც გაზრდის თქვენს გავლენის სფეროს და ავტორიტეტს და ურთიერთობა შვილებთან იქნება საკმაოდ კარგი და პოზიტიური, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს თქვენს პოზიტიურ შესაძლებლობებს. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია, მათი ასტროპროგნოზი ამ კვირის განმავლობაში. ანუ საუბარია 7-13 ივლისის შვალეთს. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, რომ მათთვის, ვინც ბოლომდე არ უყურებს ჩემს გადაცემას, გამახსენდა ახლა რომ აი ამ საზოგადოებას უნდა მიმართო კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მოგესალმება ჩვენ წინა გადაცემაში ამაზე ვისაუბრეთ. მე გითხარით რომ თურმე არსებობს კატეგორია ადამიანებს, რაც მე საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა ამაზე, სანამ არ მოვიდა ესეთი პიროვნება, თვითონ არ მითხრა ეს, რომ არის კატეგორია ადამიანებს, რომელიც თურმე დიდი ხანია ეძებს ჩემს გადაცემას, ჩემს ტელეფონის ნომერს, რომ შეგვეხმიანოს პირატოროსკოპთან დაკავშირებით წლებია თურმე. და ამ დროს სულ უყურებს ჩემს გადაცემას. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ბოლომდე არ უყურებს. და მოგეხსენებათ, მე ბოლოში ვაცხადებ ტელეფონის ნომერს, საკონტაქტოს და ამიტომ ვერც ერთხელ ვერ გაიგო. და სხვა გზებით მოხდა მე აი ესე თქვათ ამ ტელეფონის ფონა. ამიტომ ესეთი ადამიანებისთვის, ვინც ბოლომდე არ უყურებს ჩვენს გადაცემას და რაღაც პირველ ნაწილს უყურებს, კიდე მინდა მოვასწრო და თქვა, ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია 599 91-52-38. მეორე 599-91-52-38. ამ ნომერზე შეგვეხმიანეთ, ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა და ნახოთ შევადგინოთ და დავსახოთ თქვენი გზები წარმატებისა. აი სხვა შორის ახლა კიდე ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება იყო, ბებია იყო, შვილიშვილისთვის ძალიან საინტერესო გააკეთა პირადი ჰოროსკოპი, რატომ? იმიტომ რომ საგონებელში იყო მთელი ოჯახი და ეხლა მშობლებს მაინდა-მაინც არ აინტერესებთ ასტროლოგია, ბებიას კი. და აქედან გამომდინარე მოვიდა და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები დავსახე და რაღაც უკვე სასკეთო ცვლილებები დაიწყო. იმიტომ რომ ბავშვია, პატარა ბავშვია და ხო წარმოიდგინეთ თქვენ მას აქვს სირთულეები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და აქაურმა და ეხლა რაც თავარია, ესე იგი მე გავაფრთხილე, მაგრამ აი რას ნიშნავს მაინც მშობლების დამოკიდებულება არასერიოზული ასტროლოგიისადმი, ცოტა ძვირი დავუშვდა ამ ბავშვს. რატო გავაფრთხილე, რომ ამ ბავშვს აქვს საექიმო შესწავლების მაღალი ალბათობა. და აი ვთხოვე თავიდანვე, რომ ეს ყველაფერი თან ჩაიწერეს და შენგო და ვთხოვე, რომ ექიმებთან იყვნენ ფრთხილად და დაუშვა დიაგნოზი და ისვა გადაამოწმა, იმიტომ რომ შესწავლების ალბათობა აქვს მაღალი. რატო აქვს ეს ალბათობა, ესეც აუხსნე. დავისთავად, ხო? და ამავდროულად აღვნიშნე ისიც, რომ აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი თავის საქმისა, იმიტომ რომ ვიღაც ექიმთან არ უნდა მივიდნენ და უცხოეთი მაინდა-მაინც არა. იმ ბავშვისთვის უცხოეთი იყო ძალიან ცუდი. და ამიტომ უცხოეთში ცხოვრება არა
და უცხოელი ექიმებიც მე მაგალითად არ ვრჩი. ეხლა რა გააკეთეს ის რომ ესე იგი ბები ამის ყველაფერი ინფორმაცია მიაწოდა მშობლებმა რასაკვირველია მთელი ყურიდან გაუშვეს მეორედან გამოუშვეს და რა გააკეთეს არ გადაამოწმეს ინფორმაცია მივიდნენ ესე იგი სამ ექიმთან იყვნენ სამივე ჯვარცაცვა ეს საწყალი ბავშვი ისეთ წამლები დაუნიშნეს რომ კიდევ არასად გახდა მათ შორის ეკოტროპული რომელიც არაფერ შეიძლება და მისთვის და ამაზე გაფრთხილება იყო ხო მე რაც თორია წავიდნენ ესე იგი თურქეთში იქ მოხვდნენ ისეთ ექიმთან, რომელმაც ისეთი რამ დაუნიშნა, რომ ესე იგი სურათები რომ მაჩვენეს ბავშვი ვერ ვიცანი რა. ნუ დაიწყო არითმიები, დაიწყო რაღაც საშინელი ღებინებები და რაღაცები და ნუ მე ახლა კიდევ კაი მოხვდნენ ახლა შედარებით ნორმალურ ექიმთან, რომელმაც ეს ყველაფერი მოუხსნა და ნუ კაცი გადაერია ეს რა დაუნიშნესო, ხო? ამიტომ ესეთ შემთხვევებში, სადაც აი მე ვაფრთხილებ, არაკეთებენ და მე შედეგებია მძიმე და რასთვარია ბავშვზე გამოისახა, ხო? არის ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ შემოკარგებო რომ კარგად გაერკვეთ რისთვის მოხვდით რა გზით უნდა იარო თქვენ თუ თქვენი ბავშვი თუ თქვენი მეუღლე თუ თქვენი ახლობელი არ აქვს მნიშვნელობა ვიზე იქნება საუბარი ამისთვის გავაკეთოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი და დავსახოთ ეს გზები და მიყევით ამ გზებს და მე ნახეთ რამდენად კარგად იქნები და რამდენად ყველაფერი შედარებით კარგად წავა ახლა უკვე კორექცია შეიტანეს იმიტომ საკუთარ უბრალოდ ბავშვის ტყავზე გადაიტანეს ეს ყველაფერი სამწუხარო და ახლა უკვე მიხვდნენ რომ სხვანაირად უნდა მოექცნენ და ახლა რაღაცა პატარა ცვლილებები წავიდა ამ ინფორმაციის გათვალისწინებით რაც ახლა მე მივაწოდე ამიტომ კიდევ ერთხელ მობრძანდით გავაკეთოთ პირადი ჰოროსკოპი დავსახოთ და სწორად ვიმოქმედოთ და იქნებით წარმატებულები საკუთარ თავსაც გაახარებთ და სხვაის მეც ძალიან გამახარებთ. ამით ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ 599 91 52 38 ეს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია. ეხლა რაც შეეხება დარჩენ თემებს ამ კვირისა. ცალკეული დღეები და მათი პერსპექტივები. დღეს შეგვიძლია რეკლამა არ გვაქვს, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი და ხვალ რა გვაქვს ჩვენ 7 რიცხვი ივლისისა, ხო? ნუ მოდი აღვნიშნოთ რომ პირველ რიგში გეომაგნიტური დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია. გეომაგნიტური იცით თქვენ რას ნიშნავს? გეომაგნიტური ნიშნავს რომ ამ დროს ნეგატიური გეომანტია დედამიწისა ძაბავს ადამიანის გულსიძარღვან სისტემას. ამიტომ შეიძლება ეჩინოს თავი უგუნებობამ, თავის ტკივილება და სხვა სახის დისკომფორტულა მოვლენებმა. ამიტომ მეტად რა უნდა ვქნათ, წნევას მეაქცევთ ყურადღება, თუ აუცილებლო ვიქნა წამლის პროფილაქტიკა, თუ მაღალია წნევა და ყავა თუ დაბალია ავწევთ და მე კარგ ხასიათზე დადგებით და მშვიდად გაივლით ამ დღეს. საშუალებას მეც ვიღენებ ამას, იმიტომ რომ ძალიან შველის მათ შორის ყავა თუ ცოტა დამეცა დაუშვა წნევა, აი პატარა ყავა და სტიმულს მაზლებს და მთელი დღე გადასარევად ვარ მე. ამიტომ გამოიყენეთ საშუალებას ყავაც თუ დაბალია წნევა აუცილებლად. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენას ჩვენ აღვნიშნეთ რომ აი სწორედ ხვალიდან 8 ნოემბრამდე მოულოდნელობების რეფორმების თავისუფლების მართველი პლანეტა ურანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ გადანაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში რაც ხელშეუწყობს და მე უკვე 8 ნოემბრიდან დაბრუნდება კუროში ცოტა ხნიდან მომავალ წელს უკვე 7 წლით გადავა ტყუპებში ეს ხელშეუწყობს ვიმეორებ ახალი ორიგინალური იდეების ჩამოყალიბებას ახალ კავშირებს საინფორმაციო ახალ ტექნოლოგიებს და საკომუნიკაციო სფეროებში რევოლუციური სიახლეების და ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას, ასევე საკადრო ცვლილებებს, ახალი კავშირების დამყარებას, ახალი ცოდნის მიღებას, ახალი მეთოდოლოგიების ჩამოყალიბებას, მათ შორის რეფორმები მოსაოდნელია ასევე არა მარტო მასმედიაში, არამედ განათლების, მეცნიერებების სფეროებშიც კი აქაც იქნება ეს სიახლეები და აღვნიშნოთ რომ ხვალ ყურადღებას ნომოადუნებთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა. ხვალ ესე იგი ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნავლის ბუხტი, საზარდული მენჯბარწახის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე 7 ივლისი ვერძის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა კიდევ ერთ მოვლენას ხვალინდელისა, ჩვენ გვაქვს ორი 7-იანი 7-07 თვე. ეს უკვე კარგია. მესამე 7-იანი დაემატება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აქ დაჯდებით ილოცებთ და დალოცავთ ყველას. აი ამ ხრივაც ეს დღე ძალიან კარგია. ჩაუთქვით რაღაც სურვილები საკუთარ თავს და ვიმეორებ დალოცეთ არა მარტო საკუთარი თავი და ახლობლები, არამედ ყველა.
აი ეს ასე ვთქვათ, პროცესი იქნება ძალიან კარგი ასევე ხვალ. რაც შეეხება 8 რიცხვს, 8 ივლისი ეს არის სამშაბათი დღე, აქ მიაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის ან უკურსო მთვარის პერიოდს, ღამის პირველ საათზე 31 წუთზე დაიწყება იგი და 24 საათამდე გასტონს. ამ პერიოდში ესე თითქმის მთელი დღე, თითქმის მთელი ღამე აქ ჩვენ გვაქვს ესე იგი პრობლემა რას უკავშირდება იგი შეიძლება ზედმეტად უცებ მოდუნდეს ყურადღება. ეს კი შეიძლება გახდეს ტრავმის დაავარების მიზეზი, ხო? ამიტომ მძღოლებს, ქვეით ატმოსფერულებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სამშაბათს, რათა უყურადღებობის ნიადაგზე რაიმე ტრავმულ-ავარიული ტენდენციების წინაშე არ აღმოჩნდეთ. და სამშაბათს პირველ რიგში გადაწყვიტეთ გადაუდებელი საქმეები. კარგი ეს დღე შემოქმედებითი მუშაობისთვის, კომუნიკაციისათვის, სხვათა დარწმუნებისათვის, პარტნიორობაში გამოხილდება მსუბუქი, თავისუფალი უფრო ურთიერთობა და სწრაფად გაცნობისთვის სამშაბათის შეშორი ძალიან კარგია. სუნთქვით ვარჯიშებს უსყობს იგი ხელს. ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ აქ ძალიან კარგია სპორტული ვარჯიშები სამშაბათს, სპორტული ღონისძიებების მოწყობა, ტურისტული ლაშქრობები, აი ამ ხრივაც ეს პერიოდი უდაოდ კარგია. ჯანმრთელობას რაც შეეხება სუსტდება, ღვიძლი, ნავლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძახი ძვალი ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია სამშაბათი ტყუპების, ლომის, სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. 9 რიცხვი ეს არის უკვე 9 ივლისი 4 შაბათი დღე გეომაგნიტურია. ამიტომ მოდით ესე ვთქვათ, რომ აქაც ესე იგი მეტი ყურადღება პირველ რიგში ჯანმრთელობას თუ რაღაც თავის ტკივილი, რაღაც შინაგანი დისკომფორტი გვაქვს, წნევას პირველ რიგში ყურადღება, იმიტომ რომ ახლა ვიმეორებ უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყება აქ ცოტა ტემპერატურის აწევა, ამან შეიძლება ზოგიერთის წნევა დაბლა ჩამოწიოს, ამან რაღაც დისკომფორტი მოგცენ, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება წნევას, მათ შორის 4 შაბათსაც. და ამიტომ თვალსაჩინო იქნა გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ან ყავის პროფილაქტიკა, რათა წნევა მოიყვანოთ წესრიგში. და 4 შაბათს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ითხოვს ყურადღებას ღამის პირველი საათიდან დღის 12 საათამდე 57 წუთამდე გასტონს. ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არახსასვლელი ტრავმებისა და ავარიების, რაც ისევ ამ პერიოდში ორმაგ ყურადღებას ითხოვს მძღოლებისა და ქვეითად მოსაუბრებისგან. და 4 შაბათს დაწყებული საქმე კარგად წარიმართება შემდგომ. დაგეგმეთ ამ დღეს მომავლის სამოქმედო პროგრამა. დროს და ენერგიას სტროიმანებზე აქ უნდა დახარჯოთ. თანამშრომლობის მხრიდან დაუდევრობის წარმოქმნის ალბათობა ამავდროულად მოიმატებს. და ზოგიერთ ადამიანს მოუნდება აქ პასუხისმგებლობისგან დაღწევა. ამისთვისაც იღავით ყურადღებით, იმიტომ რომ აქ უკვე ჩარევამ შეიძლება გარკვეული კონფლიქტებიც კი გამოიწვიოს. და აუნიშნოთ ისიც, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. პოზიტიურია ეს დღე კირჩხების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 10 რიცხვს მივადექით ივლისისა, ეს არის 5 შაბათი დღე, ესეც გეომაგნიტური დღეა და იცით რა უნდა გქნათ, თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წნევას და შესაბამისი პროფილაქტიკა წამლებით ან ყავით, რათა მოიყვანოთ ნორმაში. წნევა და უკეთ იგრძნოთ თავი და ღამის საათებს მიაქციოთ ყურადღება. 23 საათიდან 38 წუთიდან ღამის პირველ საათამდე ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ანუ ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება და ესე იგი ეს მეტად წარმოქმნის ტრავმულ-ავარიულ სიტუაციებს. ამიტომ იღავით ამ პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით. მით უმეტეს ეს უკვე 10 რიცხვი ნიშნავს, რომ ღამე 10-ში სწორედ ეს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ასევე სავსე მთვარეობა. რეალურად ეს სავსე მთვარეობა უკვე გადადის 11 რიცხვზე, მაგრამ 10 რიცხვი უფრო ამ ხრივ საყურადღებო და სახიფათოა ვიდრე 11. იმიტომ რომ უახლოვდება ამ პერიოდში ამ სავსე მთვარეობას და ზუსტად გასაყარზია 10 და 11 რიცხვებისა ღამე სავსე მთვარეობა, მაგრამ 10 უფრო საყურადღებო დღეა. ამიტომ არ აყვეთ პროვოკაციებს. განსაკუთრებით უკვე დღის მეორე ნახევარში. აქ კარგია მაგალითად ძველი დაუსრულებელი პროექტების გახსოვნება. ეს პერიოდი კარგია უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისათვის. ну მოდი ასე ვთქვათ, ეს ის პერიოდი, როდესაც უჭირესია რომ არ ავწიოთ ზედმეტად სიმძიმეები. მოვერიდოთ მკვეთრ მოძრაობებს. აი მხრივ ეს დღე არ ვარგა. და ამასთან ერთად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლების ზონა. ოპერაციების გადაება მიმართებაში არ იქნება სასურველი და მოვერიდოთ ალერგიის გამოწვევ საკვებს, პროდუქტებს.
პოზიტიურია ეს დღე მორიელის და თხისქა ზოდიაქოს ნიშანთათვის. გადავინაცვლეთ უკვე პარასკევზე. პარასკევის ღამეს არის ძალიან, ესე იგი, ღამე როგორც რო იწყება პარასკევი, აქ გვაქვს ჩვენ, აქ გადადის სავსემთვარეობა. ამიტომ, დღის განმავლობაში უკვე ნაკლებად თვალში საცემი იქნება მაინც, მაგრამ ეს დღე მაინც ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ პოსტსავსემთვარეობის პერიოდია და რაღაც ზეგავლენა აუცილებლად გვექნება. და აქ ვიმეორებ, ესე იგი, როგორც 10-ში პირველ რიგში, ასევე ნაწილობრივ 11-ში დღის პირველ ნახევარში ვიღოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ აქაც ტრავმულობის, ავარიულობის, აგრესიის, დეპრესიის, კონფლიქტების, სხვა ცდუნებების შესტანობის ალბათობა, ისევე როგორც 10 რიცხვში, ასევე 11-ში დღის პირველ ნახევარში მაინც მაღალია. და ამ მხრივ ვიღოთ ყურადღებით. და აქ ასევე ჯობია რომ ჩვენ თუ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხია, რაღაც ახალი რაღაც პროექტი ამ მნიშვნელოვანი საქმე, საერთოდ ჯობია 11-ში თავი შევიკავოთ, მაგრამ თუ აუცილებლობაა, მაშინ ჯობია დღის მეორე ნახევარში. განვახორციელოთ ეს ყოველივე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, მუხლები, ასევე სახსრები, ხერხემალი, ასევე თვალები და ნერვული სისტემა. პოზიტიურია ეს დღე კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 12 რიცხვს, ეს უკვე შაბათი დღეა, გეომაგნიტური ასევე, ამიტომ სათანადო ყურადღება დაუთმეთ წნევას და შეზღუდვის პროფილაქტიკას და აქაც ღამის საათები ითხოვს ყურადღებას, აქაც მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვეწყება 23 საათზე 46 წუთზე და ღამის პირველ საათამდე გასტანს. ამიტომ აქ განსაკუთრებით უნდება ყურადღება. ესე იგი, მაქსიმალური ყურადღება მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს და 12, ესე იგი, ივლისიდან, შაბათი დღიდან 19 აგვისტომდე ქირონის, ასტეროიდ ქირონის შეერთება ხდება ალფარგის ვარსკვლავთან. ეს მოვლენა ვერძი ზოდიაქოშია და ეს მოვლენა მეტად გააღვევს ამ პერიოდში კრიმინალურ მოვლენებს, ძალადობისადმი მიდრეკილებას, შინაგან ან ფსიქოლოგიურ ან სულიერ დეგრადაციას ადამიანებში, სექსუალურ აღვირახსნილობას, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ აი 19 აგვისტომდე ეს პერიოდი ამ კუთხით ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას. თვით დღეს რაც შეეხება, დღე კარგია სახლში საუბოძღურებო საქმეების შესასრულებლად. ამიტომ ამოციეთ თქვენი ემოციები აკონტროლეთ მაქსიმალურად. ნერვული სისტემა. შაბათს და კვირას მეტად უსუსტდება ლომებს და მერწყულებს. ამიტომ მათ განსაკუთრებულად ჭირდება ყურადღება საკუთარი ემოციების მიმართ და ცოტა მეტად დაასვენეთ თქვენი, ასე ვთქვათ, თავი, რომ ზედმეტმა, ასე ვთქვათ, დავუშვათ დაძაბვამ, ზედმეტმა პრობლემებმა კიდევ უფრო მეტად არ შექმნას კონფლიქტები და დაპირისპირებები. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, მხედველობა, ვენები, ნერვული სისტემა. ჯობია შაბათ-კვირას ზედმეტად ფეხზე არ ედგეთ, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. და პოზიტიურია ეს დღე ვერსათვის და ტყუპებისთვის. და რაც შეეხება 13 რიცხვს, შემდეგ კვირა დღე, აქ ჩვენ აი 13-21 ივლისის შუალედში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, რომელიც ითხოვს ყურადღებას. აქ სწორედ ამ პერიოდში შავი მთვარე, ეგრეთ წოდებული ლილიტი, ანუ მასწავლებელი ძალა გადის მორიელის 13 გრადუსს და ამით მეტად გაამახვილებს სხვადასხვა ცდუნებებს, ბნელ ძალებთან თანამშრომლობის ტენდენციას ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში, ასევე გაამახვილებს წყენას, სამაგიეროს გადახდის სურვილს, შურს, ბოღმას, ეჭვიანობის გამოვლენას, ასევე შიშებს და ცუდი აზრების გაღვივებას. ამიტომ აქ აი ამ კუთხით ვიღოთ ცოტა ასევე ყურადღებით და ფრთხილად ვიმეორებ, ეს ხდება 13-21 ივლისის შუალედში. და რაც დღეს თვითონ დღეს რაც ეხება პარტნიორ ურთიერთობებს, აქ დაამშვენებს რაიმე საჩუქარი. ეს პერიოდი მაგალითად ითხოვს, რომ მოვერიდოთ აქ ზედმეტ ნერვულობას, ზედმეტ ლაპარაკს, ფორიაქს, ფანტაზიებს, უნდა დავაყრდნოთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს და კარგი იქნება უპირველეს თაობის მანდილოსანთა დედების რჩევების გათვალისწინება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა. პოზიტიურია ეს დღე ლომის, სასწორის, შვილოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს ინფორმაცია იმ შესახებ, როგორ იქნება შემდეგი კვირა. ეხლა რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, პირველ რიგში მოდით გავითვალისწინოთ ეხლა ვისაც განზრახული თმის შეჭრა. ხო, აი მათ საყურადღებოდ არიან ესეთი ადამიანები, ვისაც საინტერესებს. მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნოთ, ჩვენ გვაქვს 2 დღე. შემდეგ კვირაში კარგი ამ მოვლენისთვის. ესა ერთი არის 7 ივლისი და მეორე არის 13 ივლისი. ანუ ორშაბათი და კვირა. აი ეს 2 დღე გამოიყენეთ თმების შესაჭრელად. დანარჩენ დღეებში ჯობია თმას ხელი არ ახლოთ, რომ მე რაღაც სახის პრობლემები არ წარმოიქმნას თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება ახლა ფინანსებს, დაუშვათ იქ ფულს, ბიზნეს საქმიანობას, აი მოდი ამშვათ, რომ პერიოდი, რომელიც უკავშირდება ზონას 6-დან
უпростоს 7-დან 10 ივლისის ჩათვლით, აი აქ მეტი ყურადღება დაუთმეთ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებს. ან დავუშვათ ეს უცხოელებთან პარტნიორული ურთიერთობა იქნება უფრო მეტად სასიკეთო. Განწყობილება მიიღეთ დამოუკიდებლად და რაც შეეხება უკვე 11 რიცხვიდან 13 ივლისის ჩათვლით, ეს პერიოდი კარგია საფინანსო საკითხების გადაწყვეტისათვის. ასევე ხელს უწყობს იგი ხელშეკრულებების დადებას, თუმცა ისეთ პარტნიორებთან, რომელსაც აბსოლუტურად ენდობით. აქ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა გექნებათ, იმიტომ რომ მათი ნდობა აქ არ შეიძლება. რაც შეეხება მოგზაურობას, აღნიშნოთ, რომ პერიოდი 7-8-9 ივლისისა კარგია, მაგათ მათ შორის რომანტიკული მგზავრობა, მოგზაურობის ექსკურსიებისათვის, კი ბატონო, კარგია. ამიტომ კარგია, თუმცა ამ პერიოდში იქნებით ძალიან მეწრულმანი და რაღაც წრულმანებზე ნერვებს მოუშვით ერთმანეთს. თორე გაიფუჭებ თელს მგზავრობას და მოგზაურობას, აი ესეც გაითვალისწინეთ, რაც შეეხება 10-დან 13 ივლისის დღეები, აი ეს დღეები ცოტა ავარიულია. ამიტომ ცოტა ტრაუმულია, იყავით ყურადღებით. აქ ჯობია საერთოდ გადავდოთ მოგზაურობა, თუ ამის საშუალება არის, თუ არა და მაშინ უმჯობესია რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ და სწორი, ასე ვთქვათ, მარშრუტი დავსახოთ, რათა რაიმე სახის პრობლემებმა არ ეჩვენონ აქ თავი. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს 7-დან 10 ივლისის ჩათვლით, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც წვრილმანებზე აგორებთ რაღაც პრობლემას, კონფლიქტს და შემდგომ. პირიქით, ის შეაუნეთ თქვენი ურთიერთობებით და რაღაც წვრილმანებზე ჩაძევით, არ გინდათ რაღაცა პრობლემების გაბერვა, რესიტანცია მატლობს. ხოლო აი, ვისაც უყვარს შოპინგი, თქვენი დრო მოდის სწორედ 11, 12, 13 ივლისი. ძალიან კარგი პერიოდია ყველა სახის შოპინგისათვის. და შოპინგის ხოშო ძალიან ამაღლებს ზოგიერთის განწყობას და საერთოდ გაუმჯობესებს მათ ასე ვთქვათ ენერგეტიკას. რაც შეეხება მკურნალობის დაწყებას, ყველაზე კარგია, ვინც აპირებს მკურნალობის დაწყებას 8, 9 და 13 ივლისის დღეები და არ ვარგა 10 ივლისის დღე. რაც შეეხება, ესე იგი, სამსახურის შეცვლას, აი აქ მოდით აღვნიშნოთ, რომ კარგია მაგალითად თქვენთვის 7, 8, 9 და 11 ივლისის დღეები. 13 ივლისის კარგია, არ ვარგა მხოლოდ 10 ივლისის დღე. ეხლა რაც შეეხება უკვე ხელშეკრულებების დადებას, კარგია ამისთვის მაგალითად 7, 8, 9, 12 ივლისის დღეები, 13 ივლისიც არის ცუდი, 10 არ ვარგა. ქორწინებისთვის კარგია 7, 9, 12 ივლისის დღეები, არ ვარგა 10 ივლისი. დარჩენ დღეები ნეიტრალურია. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 7, 9, 10, 12, 13 ივლისის დღეები. როგორც ესეთი ვთქვათ, რომ უკუჩვენება არც დღეს არ აქვს. მშენებლობის დასაწყება სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგი იქნება 9 ივლისის დღე და არ ვარგა 10 ივლისი. დარჩენ დღეები საშუალო. მსხვილი საღირლებისთვის ყველაზე კარგია 7, 9, 12 ივლისის დღეები და არ ვარგა 10 და 11 ივლისის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად კარგია 7, 9, 11, 12 ივლისის დღეები, არ ვარგა 10 ივლისი. აი ესეც გავითვალისწინოთ, შეიძლება ახლა ამასთან დაკავშირებით გამახსენდა რა, რომ ხშირად ხვდები სიტუაციას, შეიძლება აი ტელემეთში, რუსთავის სხვა ადგილებში, როცა ახალგაზრდა თაობა დაუშვათ იქ უკვე მიყავთ გადაცემები, ზოგო პროდიუსერია და შემდგომ უკვე გაიზარდა, მაგრამ ახსოვთ ის, რომ აი მაგალითად მათი დედა, ან ბები, ან დეიდა უყურებდა ყოველთვის ჩემს გადაცემს წლების განმავლობაში და ხა ადამიანი რაღაც უფროსი თაობაა და რაღაცები გამოცადა, მან მეტი იცის და დასაშვების დაკვირვების უნარიც მეტი აქვს. ამიტომ ესენი მეუბნებიან ხშირად ეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომ აი დედა რამდენჯერ მეუბნებოდა, რომ ამ დღეს ეს არ გააკეთო, ამ დღეს ის არ ქნა, ამ დროს ის არ გააკეთო, რამდენი წინააღმდეგი წავედი, ეხლა უკვე მივხვდი, რომ ის მართალი იყო. იმიტომ რომ აი დავუშვათ მე თქვი, ხო, აი ამ პერიოდში ეს არ დაიწყოთ. დედამ უთხრა შვილს, შვილმა არ დაუჯერა და წააგო. აი ესეთი მოვლენები მაქვს უკვე იმდენი, მინდა გითხრათ, რომ აღარ ვიცი, შეიძლება ერთი წიგნი დაიწეროს პატარა ბროშურა ამაზე, ამ მოვლენებზე, როცა უფროსი თაობა აი ამ ყურებით გადაცემის, ამას სხვაჩვენს ითვალისწინებდა, იწერდა და მერე თხოვდა თავის შვილს და რამდენიც არის სხვაჩვენს არანაკლებია იმდენი, რომელსაც დაიჯერა. ან უბრალოდ იძულებული იყო იხტიბარი არ გაეტეხა მშობლებისთვის და ისე გააკეთა. სხვაჩვენს არის ნანა. აი ესეთებიც მოდიან და პირიქით ამასაც მიყვებიან. ამიტომ ორივე ვარიანტი არის.
ეხლა მოდით აღვნიშნოთ კიდევ ესე იგი რაც შეეხება უკვე იმას თუ რიტუალები. ანუ იცით თქვენ საფინანსო რიტუალების შესახებ, მოქმედების შესახებ, რის შედეგად შეიძლება ამა თუ იმ მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი ან მოხდეს მისი განზიდვა. აი რით ხდება ეს ყველაფერი? ხვალ შვიდში. მაგალითად, კარგია კაპიტალდაბოდება, ფულის ვალში გაცემა ან აღება, კრედიტის გაფორმება კი ბატონო, მაგრამ არ არის სასურველი საკუთარი ფულის გადათვლა. მე იქიდან ძალიან ბევრი თანხა წავა. არ არის სასურველი ხვალ ასევე ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. ზეგ 8-ში კარგია ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. ზეგაც ხო 9-შიც ქველმოქმედება ძალიან კარგია, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა, აღება და კრედიტის გაფორმება. 10 ივლისს ხუთშაბათს აქ კარგია სამაგეროთა ისტორიით ზვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება. 11 ივლისს კარგია ფულის ვალში გაცემა, აღება, კრედიტის გაფორმება. 12 ივლისს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა ან კაპიტალდაბანდება, არ ვარგა ვალის დაბრუნება და ზვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. და 13 ივლისს კარგია ქველმოქმედება ნებისმიერი, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ. თქვენი საფულედან წავა მერე თანხები. აი ამას მიაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის საცს, იცით რომ ეს ის დროა, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს პარველ ანგელოზთან, ილოცოთ კიდეც და ამავდროულად ასე ვთქვათ, ხოვოთ თქვენი სურვილების შესახებ. თუ ეს სურვილები თქვენ გეკუთვნით, ან თქვენი კარმული მისიის შესრულების და მიხედვით რამდენად იმსახურებთ, მაშინ ეს რეალიზაციაში გადავა. თუ არ იმსახურებთ და გინდათ უფრო მეტი ვიდრე ამას იმსახურებთ, თქვენი მოქმედებები და კარმული მისიის არ შესრულებით, მაშინ ამას არ მიიღებთ. აი რა პერიოდი გვაქვს ესეთი. 7-ში ხვალ დილის 7 საათიდან 45 წუთიდან დილის 8 საათამდე 35 წუთამდეა ანგელოზის დრო. 8-ში, ანუ ზეგ სამშაბათს დღის 12 საათიდან 22 წუთიდან დღის 13 საათამდე 16 წუთამდე. 9-ში, ანუ ოთხშაბათს 15 საათიდან 10 წუთიდან 16 საათამდე 7 წუთამდე. 10 რიცხვში ხუთშაბათს დღის 11 საათიდან 10 წუთიდან დღის 12 საათამდე 4 წუთამდე. 11-ში პარასკევს ასევე დღის ან დილის როგორც გენებოთ 11 საათიდან 16 წუთიდან დღის 12 საათამდე 8 წუთამდე. შაბათს 12 ივლისს ანგელოზის დრო იწყება დღის 12 საათზე 33 წუთზე და გასტანს დღის 13 საათამდე 27 წუთამდე. და 13-ში კვირა დღეს ანგელოზის დრო იწყება 14 საათზე 14 წუთზე და გასტანს 15 საათამდე და 10 წუთამდე. ამ პერიოდში სწორედ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს პარველ ანგელოზს. ეხლა, რადგან მოგეხსენება ჩვენ ჯერ წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, რომ გადავიდა უკვე, ასე ვთქვათ, მზე და უკვე კარგა ხანი, ასე ვთქვათ, იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, 22 რიცხვამდე ივლისის ყოველ შემთხვევაში იქნება კირჩხიბში. აი ამ პერიოდში რა ტენდენციებია ზოგადი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება და მნიშვნელოვანია გარკვეულწილად. მოდიავშოთ, რა არის მოსალოდნელი? პირველ რიგში ძალიან კარგი პერიოდია ეს 22 რიცხვამდე კარიერული განვითარებისათვის. თქვენი ნიჭის უნარის გამოვლენისათვის. ხო, შეძლიერდება ინტუიცია. და აი ვისაც აქვს უნარი მისი გამოყენებისა, ექნება ძალიან წარმატებული ინტუიციაზე დაახლოებით გაცილებით სწორად ჩვენს გააკეთებ და სწორ ნაბიჯებს გადადგავთ. ეს აბსოლუტურად ყველას ეხება. სხვა შორის თანამშრომლობისთვის, ბიზნეს საქმიანობისთვის 22 რიცხვამდე პერიოდი არის ძალიან კარგი. მერე უკვე დედამიწა ორღობითი არგოველში შედის თან და მერე სირთულეები იქნება გაცილებით მეტი. ამიტომ ამ მხრივ ეს პერიოდი ძალიან კარგია. აი ახალი პროექტის დაწყება გინდათ, ან სამსახურის ძიება გინდათ, სადაც დავუშვათ სწორად შეაფასებენ თქვენს შესაძლებლობებს, დავუშვათ იგივე ამ კუთხითაც პერიოდი ძალიან კარგია. სხვა შორის აქ უჯობესდება კონტაქტი კოლეგებთან. დავუშვათ ის რომ ხელმძღვანელებთან შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება, საქმიანი კონტაქტებისთვის საკმაოდ კარგი დრო არის 22 რიცხვამდე. აქ შეიძლება სხვა შორის იპოვოთ თანამშრომლები, ერთობლივად რაღაც ერთობლივ პროექტს მოგიდოთ ხელი. სხვა შორის ხელმძღვანელები ვერ ვიტყვი რომ ახლა არ არიან მომთხოვნი. არიან, მაგრამ სამაგეროდ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია. უსამართლოს მოსნამდვილად ვერ უწოდებ და თუ თქვენ ასრულებთ ამ მოთხოვნებს, მაშინ მიიღებთ შესაბამის დივიდენდებსაც კი, რაც უდაოდ კარგია. ეხლა რაც შეეხება რომანტიკულ ფრონტს, მოდი აღვნიშნოთ, ცოტა რთულია აი აქ სიტუაცია. და აღვნიშნოთ ისიც, რომ აი ვინც მით უმეტეს ახლა არის
დაუშვათ საკურორტო ხასიათზე და უნდა რაღაც საკურორტო თავგადასავლები ან რაღაცა ღალატ შეიძლება კონდეს ადგილი, აი აქ ექნება ძალიან დიდი პრობლემები. ამ კუთხით ასე ვთქვათ არც ვფიქრობთ, იმიტომ რომ მსუბუქი რომანი ან ეს ურთიერთობა არ გამოგივათ. ურთიერთობები, რომელიც ახლა დაუშვათ ჩამოყალიბდება, შეიძლება ამ ურთიერთობებმა ასეთ საკურორტო რომანების კუთხით მთელი რესურსები ამოწურონ თქვენი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი და ასევე მატერიალური. ამიტომ ვიღავით ცოტა ყურადღებით შეიძლება დავსვათ ჩვენს გულაცრუებულის დარჩეთ, მოტყუებულის დარჩეთ და ასე შემდგომ. ამიტომ აქ რაღაცა საეჭვო, სასიყვარულო და ინტიმურ ურთიერთობებს უმჯობესია თავი დავანებოთ. და ასეც ამშვით რომ იმისთვის რომ ურთიერთობები გაწყდეს, მაგათ აი გააქვთ უკვე ურთიერთობები, რაღაც შეიძლება დაიძაბა, მაგრამ ურთიერთობების გასაწყვეტადაც ეს პერიოდი არ ვდგა. აქ იმიტომ რომ ემოციურობა მატულობს და ემოციურ ფონზე შეიძლება რაღაც სისულელე გააკეთოთ და მე ამაზე ძალიან ირანებთ. ესე იგი, საოჯახო, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს რაც შეეხება მაქსიმალური თავდაჭერა ურთიერთობებში, დიპლომატია ურთიერთობებში, იმიტომ რომ კერჩხები ეს ოჯახის ნიშანია და დროდადრო მას უყვარს გამოცდები, რომ ჩააბარონ წყვილებმა, თუ რაოდენ სტაბილურია მათი, ასე ვთქვათ, ეს საქორწინო ურთიერთობა. ამიტომ ნუ აყვებით ზოგჯერ აქ პროვოკაციებს, რათა ეს ურთიერთობა იყოს ნამდვილად, ასე ვთქვათ, სტაბილური და ჰარმონიული. ასევე შვილებს ყურადღება განსაკუთრებით ბიჭებს. იმიტომ რომ აქ უსაქმოდ ნუ გაჩერდებიან და კარგად მიაქცეთ ყურადღება სად არიან და რას აკეთებენ. რომ მე აქ რაღაცა უყურადღებობა მარჩინოს თავი და პრობლემები არ მოიტანოს ამონ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხო განსაკუთრებული პრობლემები აქ მოსაოდნელი არ არის. მოდი ასე ვთქვათ, ცოტა ყურადღებით ვიყოთ ახლა მზესთან, იმიტომ რომ ტემპერატურა აიწევს და მოწამლების ალბათობა მაღალი. აი ამ კუთხით ყურადღებით ხარისხთან საკვებისა და ასე ვთქვათ სასმელის. რაც შეეხება, მოდი ასე ვთქვათ, სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს თქვენს სახლში, აი ეს ზონა იქნება ყველაზე კარგი ენერგიების მომატარებელი. ამიტომ რაც შეიძლება მეტად ეცადეთ სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს აღმოჩნდეთ თქვენს სახლში, აქ გიჯდეთ დაუშვათ უფრო მეტად და ეს დადებითი ენერგია უფრო მეტად აიტაცოთ. ხოლო რაც შეეხება სპორტს, ვარჯიშებს კი ამისთვის ძალიან ფეხის სიარულიც კარგია, იგივე ველოსიპედის გამოყენება სხვა საკატაო საშუალებებისა, ცურვისთვის ძალიან კარგი პერიოდია. სხვა შორის მცირე ესეთი არა ძალიან დაძაბული გარბენები იქნება ძალიან კარგი და ვარჯიშები, ოღონდ ძალიან ესეთი ძიმენო იქნება, მსუბუქი ფორმის ვარჯიშები არის ძალიან კარგი. ამასთან ერთად ეს თქვენს ენერგოტონუსს გაზრდის და აი იოგა ვარჯიშების მოყვარულთათვის ციგუნი, იოგა იქნება ძალიან კარგი. ანუ ესეთი აღმოსავლური მედიტაციების დაუშვათ ვარჯიშები იქნება ძალიან კარგი და აქ სახით მედიტაციის დროს იყავით ან სამხრეთ მხარეს, ან სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს. მაშინ ენერგია უფრო კარგად წამოვა და უფრო მეტად დაიჭერთ ამ სასიკეთო ენერგიებს. კვებას რაც შეეხება, ესე იგი, რაც უფრო მეტად იქნება თევზეული, ზღვის პროდუქტები წარმოდგენილი, მით უკეთესი. თუ მაინდამაინც ხორცეული იქნებათ, მაშინ უფრო ცხრის ხორცი იქნება აქ სასიკეთო, ხოლო უარი უნდა ვთქვათ, აქ უკვე ღორის ხორცზე. ეს გავითვალისწინეთ, ეს არ ვარგა. და აუნიშნოთ ისიც რომ ცოტა ალკოჰოლურ სასმელებთანაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ახლა თუ მაგალითად აღმოჩნდებით ტაილანდში, ლაოსში ან ფილიპინებზე, აი ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ჩამოხვალ და იქნებით ძალიან კმაყოფილები. მაგრამ სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით ჩილეში და არგენტინაში უმჯობესია არ მოხვდეთ. იმიტომ რომ ეს ადგილები ნამდვილად არ ვარგა. ეხლა ეს რაც შეეხებოდა დღევანდელ ჩვენს ცოდნას ინფორმაციას ასტროლოგიური კუთხით და მინდა გითხრათ რომ რადგან საერთო დრო ჩვენი იწურება, აქვე მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ და გთხოვოთ რომ მიაქციეთ ყურადღება. იმისთვის რომ იყოთ გაფრთხილებული, შეარაღებული, თქვენ ჭირდებათ. ჟურნალი შენი ჰოროსკოპი სადაც არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია, ჩემს მიერ მოწოდებული, არა მარტო მიმართულება დაკარგული მთვარეზე, თავისი გრაფიკული გამოსახვით, არამედ ყოველთვის ასტროპროგნოზი გაქვთ ყველა ზოდიაქოს ნიშანს, თვეების და მიხედვით. ამის გარდა დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, სადაც აღნიშნულია ამ წლის აღმოსავლური დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი, ასევე პოლიტიკური ასტროპროგნოზი, თავისი ასე ვთქვათ გრაფიკული გამოსახვით. შეგნით თქვენ გაქვთ ასევე მიაქცეთ ამას ყურადღება რა მდგომარეობაში გეომანტია დედამიწაზე თავისი გრაფიკებით და ამის ახსნა განმარტება გაქვთ ასევე აქ. აქვე გაქვთ ყოველდღიური ასტროპროგნოზი თავისი განმარტებებით და შეგნით იცით თქვენ რა გელოდებათ.
ასტროკალენდრები. აი ესეთი პატარა, თუნდაც ჯიბი, სადაც თითოეულ ნიშანზე აღნიშნული კარგი ცუდი დღეები, ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, აქ ჩვენ გვაქვს ბიზნეს შემოქმედებითი და ასევე ჯანმრთელობის ასტროკალენდარი, როდის არ არის სასურველი ამა თუ ოპერაციის ჩატარება ამა თუ ორგანოსთან, ესეც გაქვს და დიდი ასტროლოგიური საოჯახო კალენდარი, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის კარგი და ცუდი დღეები აღნიშნული და შესაბამისად შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ, იყოთ გაფრთხილებული და წარმატებული, მაგრამ თუ ვერ შოულობთ ამ ასე ვთქვათ კალენდრებს, მაშინ შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 1599 და უკვე სახში მიტანით მიიღებთ ამ ინფორმაციას. ხვალდილით 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კიდევ ერთხელ ნახავთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას გამეორებით, დაიდება მე Facebook-ზეც, YouTube-ზეც და ასევე ხვალდილით ისევ შეხვდებით ტელეიმედში 15 წუთი რო აკლია დილის 9-ს, მერე უკვე 10-20 წუთზე გადავანაცვლებთ რადიო იმედში და დილის 10 საათზე უკვე პოსტალიონის დილის გადაცემაში შეხვდებით ერთმანეთს, ასევე იცით რომ რუსთავი 2-ის პარასკევის შუადღის გადაცემაში ხვდებით ერთმანეთს, ასევე Post TV-ში ხვდები დილის გადაცემაში 9 საათზე ხუთშაბათს, ასევე აქაც გვაქვს და როსკოლა რადიო ფორტუნა მოგაწვით ყოველ დილით ინფორმაციას, ასტროლოგიური ჩემი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ჩემი იქნება სწორედ ჩემი გახმოვანები და ამის გარდა აქაც იდება სხვაის Facebook-ზე, YouTube-ზე უკვე ბეჭდვითის სახით ეს ჩემი ინფორმაცია რადიო ფორტუნას მიერ. ანუ ამით ხართ გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესურლებით მე მინდა გისურვოთ კარგი კვირა, იმიტომ რომ მართლა ამ კვირას კარგი შესაძლებლობები, 10 რიცხვი გავიაროთ ცოტა ფრთხილად, იცით ეს უკვე ცოტა სავსე მთვარეობის პერიოდია და დარჩენილი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ. საუკეთესურლებით ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.